80-იანი წლების ბოლოს თელ საბჭოთა კავშირში ძალიან მოდეში იყო ეგრეთ წოდებული სოცარტი და კარგად იყიდებოდა სოცარტი რუსების განსაკუთრებით ევროპაში, ხო, მოდეში იყო. თუ არ ვცდები, საქართველოში თითქმის არ განვითარებულა სოცარტი. რატო ძალიან საინტერესოა, მაშინვე უკვე 90-იან წლებში არ გვინდოდა საბჭოთა წარსულის გადაფასება და ირონიის გამოხატვა ამ წარსულის მიმართ ერთი, მეორე გვეშინოდა რომ ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა და შეიძლება ხვალ კიდევ განვითარდეს თუ აი რა მიზეზი იყო ის რომ ჩვენ არ გვინდოდა რომ ეს ისტორიზმი ქართულ ავანგარდში არ ყოფილა. ეს მართლა მაინტერესებს და ალბათ ილიკო ამ კითხვაზე პასუხს გაგცემს თუ აქვს ამაზე პასუხი და თუ უფიქრია ამის შესახებ. რაც შეეხება ეს უკვე იქნება დარბაზმა გითხრას, რატომ უნდა საკითხი რომელიც დათომ დასვა, მე ვიცი რომ ეს აღელვებს და ამიტომ მოვიდა დღეს უფრო, რატომ უნდა იზრუნოს კულტურის სამინისტრო, ასე ვთქვათ, კონტრკულტურაზე. ანუ კულტურის სამინისტრო რომელმაც უნდა შეინახოს კულტურა, რატომ უნდა შეინახოს ის რაც მის წინააღმდეგ არის მიმართული, ხო? ამ კითხვას სვავენ, ბუნებრივია, რატო უნდა დავხარჯო მე ფული გიჟებზე და გიჟხატრებზე, როცა მე შემიძლია სულ სხვა რაღაცაზე კულტურაზე დავხარჯო ფული, ხო? ჩემი აზრით, აი ეს კულტურის ჩინოვნიკები არ ითვალისწინებენ ხოლმე ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ თანამედროვე ხელოვნებაზე მოთხოვნილება მთელ მსოფლიოში დიდი არის და რომ კონტრკულტურა ის რაც მათ წინააღმდეგ არის, ანუ გიჟების ხელოვნება, როგორც წინააღმდეგ ძალიან კარგად იყიდება. კარგად იყიდება ჯერ კიდევ. იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ წავიდეთ და ოპერის თეატრში დავესწროთ სპექტაკლს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ ოპერის თეატრის სპექტაკლის მერე რაღაცა ნახოთ უფრო გიჟური, ხო, მოვინდომოთ. და ეს არ იყოს. აქ იწყება ბევრი რამე და აღარ სრულდება. არ გრძელდება, მაგალითად შეიძლება არც ბევრს არც ახსოვს, არ ალბათ ვინც მონაწილეობდა ახსოვს, მაგრამ არც იციან, რომ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოში პირველად მოეწყო ბიენალე, საერთაშორისო ბიენალე, რომელიც დააფუძნა მამუკა ცეცხლაძემ და განახორციელა, ეს იყო 1996 წელს თუ არ ვცდები. მაშინ საერთოდ არ იყო საუბარი, ანუ ქვეყნებს არ ქონდათ ის პოტენციალი, ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომ ბიენალეზე საერთოდ ეფიქრათ მაინც. მაგრამ ეს მოხერხდა და ეს მოხდა. მართალია სულ ასე ვთქვათ 4 ქვეყანა მონაწილეობდა, მაგრამ მაინც იყო ბიენალე და იყო ძალიან საინტერესო. ცხადია ეს არ გაგრძელდა, ჩვენ დღემდე არ აქვს არანაირი ბიენალე. ისევე როგორც გვაქვს მხოლოდ ერთი თანამედროვე ხელოვნების ცენტრი და ისიც ამას წინათ გაიხსნა, ეს არის ასე ვთქვათ ვაატო წერეთლის დიდი ესე ვთქვათ მეცადინეობით და თანდაყოლილი ასე ვთქვათ პრობლემატიკით და ასე შემდეგ და რამდენ ხანს გასტანს ესეც არავინ არ იცის, მაგრამ ის მაინც ესეთი მაინც კამერულია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ჩვენ ფაქტიურად ყველაფერს ყოველ წელს ვიწყებთ ყველაფერს თავიდან. და ყველაფერს ვიწყებთ ნოლიდან. მარტო კრიტიკის ერთის მხრივ ეს არის საინტერესო, ანუ ტრამპლინისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის აბსოლუტური აბსურდი. და ამიტომაც ალბათ დათო მიუბრუნდა, ასე თქვა, და ანუ მიუბრუნდა კი არა. მარტო სამეცნიერო გამოკვლევაზე არ არის, უბრალოდ ღირებულებად სანამ ამას არ აქცევ, ღირებულებად არ იქცევა ეს. ეს უნდა იქცეს ღირებულებად. სხვანაირად ეს რაც არ უნდა გამოიკვლიო, რაც არ უნდა კატალოგი გამოსცე. მე მგონი ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, ეს უნდა იქცეს ღირებულებად. იმიტომ რომ ადამიანი მოსახლეობა ისე არ იგებს, თუ შევეტყვი რომ ეს არის ღირებულება, იმას გონია რომ ეს არის ღირებულება. ამიტომ გარკვეულწილად ალუჩი შეიძლება მე არასწორად ვჟევებ ახლა, მაგრამ ბოდიში რომ გადაწყვეტინე ილიკო. ეს უბრალოდ უნდა იქცეს ღირებულებად. ღირებულებად როგორ უნდა იქცეს? სამეცნიერო ჟურნალები, კრიტიკის ჟურნალები ძალიან კარგია. ეს აუცილებელია, ეს თვითონ ჩემი აზრი იყო და ამაში გეთანხმები, მაგრამ კიდევ მგონია რომ არის სხვა რაღაც საჭირო. სხვა რაღაც საჭირო, ეს აუცილებლად ეს უნდა იქცეს სუხიშვილებად. ეს სანამ სუხიშვილებად არ იქცევა, ღირებულებად ეს სანამ არ იქცევა, მანამდე არ იმოქმედებს. მუდმივად იქნება ეს მარგინალიზებული. მუდმივად. შენ ილიკო ზაუტაშვილი უნდა იქცეს სუხიშვილად. მე ამას ვაპარებ. და ილიკო ზაუტაშვილი გადაიქცევა კულტურად, ხო?
კარგი. მაშინ სანამ დარბაზზე გადმოვიდოდეთ, მეც ორ სიტყვას ვიტყვი ერთი რომ დავუბრუნდეთ ჩვენს თემას, ორი საკითხი არის, რომელიც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია და კარგია რომ დღეს მას აქცენტი გავუკეთოთ. პირველი ეს არის წარმოდგენა რო გქონდეთ, ესე იგი ეს მხატვრები 80-იანელები სად იფინებოდნენ. ძირითადად როგორც მახსოვს 70-იან და 80-იან წლებში ეს იყო ეგრეთ წოდებული საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენები, რომლის მიზანსცენა ცისფერ გალერეაში იყო ასეთი. შედიხარ გალერეაში, წინ დგას ბრეჟნევის ბიუსტი, აქეთ დგას ლენინის ბიუსტი, იქით არის, ну თქვათ, არ ვიცი, სურათი შეიძლება შევარდნაძე რომელიღაც ქარხნის ფონზე. და ეს არის თავარი ცენტრალურ ადგილას. მე ან მარცხნივ ან მარჯვენა ფიძილში შედიხარ და ნელ-ნელა როგორც კარგ კინოში ეს სოციალიზმი გადადის უკვე აბსოლუტურად სხვა სტილში და სხვა მიმართულებაში. სხვაგვარად ეს გამოფენა ვერ მოეწყობოდა იქ ცენტრში რომ არ ყოფილიყო ერთი ბრეჟნევი. ჩემი აზრით ეს ორმაგი სტანდარტი, რომელიც იმხანად შეიძლება აღვქვათ როგორც პოსტმოდერნიზმი, კი ბატონო, ეს ორმაგი სტანდარტი ოდნავ განსხვავებული დღეს დამკვიდრდა ჩვენში. გვიფიქრია თუ არა ოდესმე ვინმეს როგორი იქნებოდა დღეს, ეს ტრადიცია აღარ არის, საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენა. აი გალერეაში იქ როგორ მოეწყობოდა ეს გამოფენა? რა იქნებოდა ბრეჟნევის ადგილას? ძალიან კარგი იდეა. რა იქნებოდა მარცხნივ, რა იქნებოდა მარჯვნივ, როგორ მოაწყობდა მხატვართა კავშირი, ალბათ მხატვართა კავშირი ამ გამოფენას, რომლის სპონსორი იქნებოდა, ну, არ ვიცი, TBC ბანკი, ან საქართველოს ბანკი. რას მოსთხოვდა TBC ბანკი მხატვართა კავშირს? ან საქართველოს ბანკი. რა იქნებოდა ცენტრში? თუ გვიფიქრე ამაზე. და თუ ეხლა რომ დავიწყოთ ამაზე ფიქრი, ჩემი აზრით ჩვენ დავინახავთ სრულად აპოკალიფსურ სურათს. რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ მაინც მივდივართ დეგრადაციისკენ. ან უბრალოდ გამეორებისკენ, შეგვიძლია ამაზე ვიკამათოთ, ხო? ან ჩანაცვლებისკენ, ან მაინც ვიქობ დეგრადაციისკენ. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რაზეც საუბრობდა დათოც და ილიკოც, ორივე მისაუბრა იმაზე, რომ არტ კრიტიკა არ არის. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არტ კრიტიკა უნდა წამოვიდეს ეს ინიციატივა თავად მხატვრებისგან, ხო? ილიკო ზაუტაშვილი ხელოვნებაცოდნეა და მხატვარიც არის. 70-იან წლებში, როცა მე ვსწავლობდი აკადემიაში, დამეთანხმება ილიკო, ჩვენზე პატარა ხარ, ესეთი აზრი ძალიან გავრცელებული იყო აკადემიაში, რომ სულ ადარებდნენ ერთმანეთს ორ მხატვარს, ფიროსმანს და დავით კაკაბაძეს, ხო? აი მაგდამ გადაცემაში ამაზე ისაუბრა, რომ ჩავწერე. და მხატვრების უმრავლესობა ამბობდა, რომ აი ეს გენიოსი იყო, არ უსწავლია, წიგნი არ წაუკითხია, ლოთობდა, სვავდა და გენიოსი იყო. ის სწავლობდა, სწავლობდა, თავს იკლავდა და მის დონეს ვერ მიაღწია. და ეს ძალიან გავრცელებული აზრი იყო, სანამ გოგი ხოშტარიამ ლექციაზე არ მითხრა, რომ ფიროსმანი იყო ძალიან განათლებული კაცი, სწავლობდა და კითხულობდა, ну, რამდენიც შეიძლება, რა თქმა უნდა, და რომ ეს წინააღმდეგობა კაკაბაძე ფიროსმანი თავისთავად ქართული საზოგადოების წინააღმდეგობა იყო, კარგად ასახავდა კულტურისა და ხელოვნებისადმი დამოკიდებულებას. ჩვენთვის ყოველთვის ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი უფრო ბევრს ნიშნავს, ვიდრე შრომელი. ამიტომაც მე მგონი აი ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება განსაკუთრებით არტ სამყაროში, კინო სამყაროში ნამდვილად გრძელდება და არ ვიცი მხატვრების სამყაროში როგორ არის, იმიტომ კინო რეჟისორები სხვის ფილმებს არ უყურებენ, ეს ტრადიცია გრძელდება დღესაც და მე მგონი მხატვრების სამყაროშიც. ამიტომ მთავარი პრობლემა იმისა, რომ ჟურნალი კი ბატონო გამოვიდა, დათო არის უფრო ოპტიმისტი ამბობს, ჟურნალი რო გამოვა, აუცილებლად იქნება დამწერი, მე არ ვიცი იქნება თუ არა დამწერი, სანამ მხატვრები თვითონ, ანუ ხელოვანი ადამიანები არ განთავისუფლებიან აი ამ რაღაცა ილუზიისგან, რომელიც ჩემი აზრით მაინც მშობლებისგან მიიღეს, რომ ნიჭიერი ხარ და ამიტომ შრომა არ არის აუცილებელი. ამიტომაც ეს რაღაც ფაქტორი უნდა იყოს, სრულად მანივერირებელი ყველაფერში.